ძალიან მოკლე კომენტარი შემოვიფარგლები აქ ვინაიდან მე ვისარგებლებ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დროით და სიტყვით გამოვალ სტომათა დარბაზში და თავარსათქმელს იქ ვიტყვი. რაც შეეხება ახლა თქვენს კითხვას, დიახ, ეს არის პირველი სტომა მას შემდეგ რაც მე არ ვიცი სამაჯურით შემამკეს იმის შემდეგ არ ჩატარებულა საპარლამენტო სხდომა და მე ვაპირებდი მოსვლას თუ არ ჩავთვლით მიმდინარე კვირის ფარგლებში მე გადავწყვიტე რომ დღეს მოვიდე სწორედ და არა გუშინ წინ მაგალითად თუ რომელიღაცა დღეს თუ რა გითხრათ ეხლა დღეს საქართველოში ჩემზე კარგად იცის ყველამ უკვე რომ საქართველოს მოქალაქე ვერც ცერტი უფლებით ვერ სარგებლობს ვერც პოლიტიკურით ვერც სოციალურით ვერც ეკონომიკურით ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ქართული ხალხის სუნთქვა და რა თქმა უნდა ძალიან მალე ქართული ხალხი დაებრუნებს თავის ქვეყანას და გადადგამს ივანიშვილის ხელისუფლებას იქ სადაც უნდა გადაიდგას გადადგამს მათ შორის იქიდან საიდანაც მართავს იქ ის არაკონსტიტუციურად სახელმწიფოს გადადგამს მის ხელისუფლებას იქიდან საიდანაც ჩასვეს მათ გავრილოვი და ამას აქვს მარტივი ახსნა იმენა დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგას ქართველი ხალხი და ისტორიის არასწორ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მართალი ხალხი დგას ისტორიის სწორ მხარეს და ამ სამყაროში არაფერი იმაზე ღირებული და იმაზე კარგი არ შექმნილა ვიდრე ადამიანია და არაფერი იმაზე ძლიერი არ შექმნილა ამ სამყაროში ვიდრე მართალი ადამიანია და როდესაც ადამიანი არის მართალი იგი მთასაც გადადგამს და ახლა რომელი მთა ივანიშვილია ხო აქედან გამომდინარე გარდაუვალია გამარჯვება უბრალოდ დარჩა მოკლე დისტანცია დასაფარი არის ფინიშის სწორი ემოციები ძვინვარებს გასაგებია მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალების ამოცანაცაა რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ ივანიშვილის ხელისუფლების მარცხის და ჩამოშორების თანავე დაიწყოს ქვეყნის ამხშენებლობა ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლების მარცხისთვის კი არ ვიბრძვით რომელიც ღალატობს სახელმწიფო ინტერესებს და აშენდა ამაზე სადვისაუბრებს ხონთა დარბაზში. ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი და წარმატებული მომავალი. დიდი მადლობა. აი ამას კი მესმის დიდი ბოდიშის მოხდეთ ეხლა ყველაფერი თუ აქ ვისაუბრე მე უბრალოდ აზრიც დაეკარგება და ინტერესიც დამეკარგება მე სტომათა დარბაზში შესვლის ეხლა სიამოვნებას დიდ რბილად რომ თქვა, ეხლა იქ შესვლა იმ დღის შემდეგ განსაკუთრებით მე არ მგურის, ამიტომ მინდა რომ თავარი სათქმელი თქვა იქ და დიდი პატივისცემს დიდი პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, მაგრამ ამაზე მეც თუ შეიძლება ვერ გეტყვით ახლა სტომათა დარბაზის გამოსვლის შემდეგ კი